ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებამ სახელმწიფოების რეზოლუცია დაამტკიცა ევროსაბჭომ 99 ხმით 3-ის წინააღმდეგ 5 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დებატების ფორმატში მწვავე და კრიტიკული შეფასებები გაკეთდა. რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ანა ბროლაძე დეტალებით გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. რეზოლუციის პროექტი მიღებულია და შეგვიძლია განვსაწყოთ, რომ სათაურიდან გამომდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კანონმდებლებს, ქართულ დელეგაციას, რომელიც ჩართული იყო ხოლმე პასეს სამუშაო პროცესში, შეუჩერა უფლებამოსილება, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავის მხრივ ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ იანვრისთვის სესიაზე განაცხადა, რომ ისინი თავადვე ტოვებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო განზომილებაში აღარ ჩაერთვებიან, თავად ევროსაბჭოსთან განაგრძობენ თანამშრომლობას და მუშაობას. რაც შეეხება უკვე უშუალოდ დღევანდელ დებატებს, ანგარიში და რეზოლუციის პროექტი, ვიდრე ის იქცეოდა რეზოლუციაც, წარადგინეს მომხსენებლებმა, ორი თანამომხსენებელი ყავდა ამ დოკუმენტს და ამ დოკუმენტში აღნიშნულია ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პროცესები. ორივე მათგანმა, რომლებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინიდან და პორტუგალიიდან, აღნიშნა, რომ ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ იანვრის თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული მიმართულებები, რის მოლოდინიც ჰქონდა ამ შემთხვევაში პასეს, რომ ეს წინაპირობები გარკვეულწილად გახდებოდა ქართული ოცნებისთვის უფლებამოსილების ცნობის მოპოვების საფუძველი, არ იქნა შესრულებული და იანვრიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მათი შეფასებით და მათი გადმოსახედიდან და ეს ასახული არის კიდეც დოკუმენტში, მათ შორის დღეს თანამომხსენებლებმა ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ბოლო სასესიო კვირების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო და რაც ევროპელი კანონმდებლების გადმოსახედიდან როგორც მესამე სექტორის, ისე მედიის მდგომარეობის ყოფას კიდევ უფრო მეტად აუარესებს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ისინი გამოეხმაურნენ პოლიტიკურ განცხადებებს რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებების ნაწილი, რომელიც უშუალოდ თანამომხსენებლებმა გააკეთეს. ჩვენ ღრმად უწუხართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი არ მიღწეულა და საპირისპიროდ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე. გრძელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაკავება და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება. წინასწარი პატიმრობა არაერთხელ ხანგრძლივდება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გავრცელებული ცნობებით პოლიციის მხრიდან დემონსტრაციების დროს ძალადობის შემთხვევები შემცირდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოძიებულა ეფექტიანად. დაუსჯელობა გრძელდება. ღრმად შემაშფოთებელია უფლებადამცველების და საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი გახდა წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი, დაკავების ან პატიმრობის დროს. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს. ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ჩვენ წინაშია მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. პარლამენტმა უკან არ გაიწვია კანონი, რომელზეც გაიმართა დისკუსიები აქ უცხოური გავლენის გამჭირვალობასთან დაკავშირებით. ეს ჩანაცვლდა ქართული ვერსიით, რომელიც უცხო აგენტის რეგისტრაციაზე უარის კრიმინალიზაციას ახდენს. მხოლოდ ამ კვირაში ქართულმა ოცნებამ წარადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითხოვს, რომ ნებისმიერმა უცხოელმა დონორმა, რომელთა შორის არის ევროსაბჭოც, მიმართოს მთავრობას თანხმობისთვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გრანტების გაცემამდე. ეს არა მხოლოდ საფრთხეში აგდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს რისკის ქვეშ აყენებს მისი არსებობის გაგრძელებას, რაც იქნება გამანადგურებელი ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისთვის. დემოკრატიის ფუნქციონირების კიდევ ერთი მთავარი ელემენტი არის მედია. წინა საკითხის მსგავსად, მედია გარემო კვლავ უარესდება. ბოლოს და ყველაზე შეშფოთებით ჩვენ აღვნიშნავთ ხელისუფლების ქმედებებს, რომ აიგრძალოს დემოკრატიული ოპოზიციური სრული სპექტრი. ოპოზიციის აკრძალვა იმის გარდა, რომ არის ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულობების სრული დარღვევა, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სივრცის შემცირებასთან ერთად იქნება ფუნქციონალურად ავტოკრატიის დაფუძნების სიგნალი საქართველოში.
თანამოხსენებლების შემდეგ უკვე გაიმართა პოლიტიკური დებატები, 5 პოლიტიკური ჯგუფის სახელით ისაუბრეს დეპუტატებმა, ისევე როგორც იყო, რა თქმა უნდა, ცალკეული გამოსვლელების პოზიციები. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციებს შორის იყო ასე ვთქვათ, ორი დამოკიდებულება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი ძალიან ღიად ამბობდა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ის მთავარი სამი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ევროსაბჭო თავის ღირებულებებში, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ამ სამივე მიმართულებით ქართული ოცნების მიერ განხორციელებული და გადადგმული ნაბიჯები არის იმისი საპირწონე, რომ მათ შეუჩერდეთ უფლებამოსილება. მეორე ნაწილი დეპუტატებისა კი ღიად აცხადებდა, რომ დიალოგის შეწყვეტა გამოიწვევს ქართულ ოცნებასთან კიდევ უფრო მეტად დაშორებას და იზოლაცია არ არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. მათ შორის მაგალითად საინტერესო იყო ერთ-ერთი ევროპელი პარლამენტარის, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომელიც საუბრობდა, რომ ის იყო დამკვირვებელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე და ქვეყანაში დაფიქსირებული დარღვევები დიდად არ განსხვავდებოდა არც გასული საპარლამენტო არჩევნების დარღვევებისგან და არც იმ დარღვევებისგან, რომელიც მას როგორც დამკვირვებელს მათ შორის სხვა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში უნახავს. შესაბამისად, დღეს როდესაც ისმოდა ნაწილისგან მოწოდებები, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება ხელახალი ნდობა საზოგადოებისგან, ამიტომ ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს და ჩაანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. აი ამის პასუხად მოვისმინეთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს. ასეთი იყო განცხადებების ნაწილი, რომელიც დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობის დროს ისმოდა. იყო გარკვეული იმედი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემიძლია ეს ვთქვა როგორც სოციალ-დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარემ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები და ჩვენ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგით, რათა გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია. ვფიქრობ, მათი მთავრობის მმართველობის დასაწყისში თქვენ ამას გრძნობდით, თუმცა ამ დროს ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ვალდებულება და საქმე არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა: თქვენ გინდათ გადაწყვიტოთ რა გზით უნდა წავიდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, მე არ მომწონს თუ თქვენ სამხედრო დამნაშავეებთან მეგობრობთ. თუმცა თუ გინდათ რომ იყოთ მეგობრულები პუტინის რუსეთთან, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ არის ამ ორგანიზაციის ღირებულებებისა და წესების შელახვა. თქვენ უნდა დაიცვათ ისინი. თუ თქვენს ქვეყანას ცვლით პუტინის რუსეთის მოდელის მსგავსად, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემა გვაქვს და ეს არის აღწერილი ამ ანგარიში. სწორედ ამიტომ ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში. გთხოვთ დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით. მოდით წავიდეთ ერთად სწორი მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ დღეს უნდა ვთქვათ, რომ მოხდა საპირისპირო. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, თქვენ უნდა წახვიდეთ ახალ არჩევნებზე, რადგან გჭირდებათ ახალი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნებზე და თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ძალადობის შესაჩერებლად და პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. ვფიქრობ, შეშფოთება გაიზარდა და უნდა ვაღიაროთ დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები და ინსტიტუციური სირთულეები, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების სრულად გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. არც ერთი ეს არ დაგტოვებს გულგრილს და ამ მიზეზის გამო ჩვენ გვჯერა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დიალოგი რჩება ღია დიალოგად. რთული დროა და დებატები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ასე რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც ქმნის ქვეყნის იზოლაციის და იმ პრინციპებთან კიდევ უფრო მეტად ჩამოშორების რისკებს, რომელსაც ეყრდნობა ეს ასამბლეა. ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე, არამედ ქართულ ხალხზე, რომელიც იმედით უყურებს ევროპას, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და მამაცია, უამრავ ახალგაზრდაზე, რომელიც იბრძვის ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ღია დიალოგის შენარჩუნება არ ნიშნავს მოქმედების თავისუფლების გაფორმებას საქართველოს მთავრობისთვის, რომ შემცირდეს დემოკრატიული პრინციპები. პირიქით, ახალგაზრდა დემოკრატიას, როგორც არის საქართველო, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, როდესაც მთავრობას ეშინია საკუთარი მოქალაქეების. ამას ეფუძნება დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ამ თვალსაზრისით მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე აღადგინოს ნდობა და სახე, თუ ეს არ შეუძლია, მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე დანიშნოს ახალი არჩევნები. იანვარში ჩვენ მივიღეთ საქართველოს დელეგაციისთვის ერთგვარი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ.
იანვარში მათი უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საკითხთან დაკავშირებით ჩემმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. დებატების დროს ჩვენ ვთქვით, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცნობისთვის მე ვაკვირდებოდი 26 ოქტომბრის არჩევნებს და მოსამზადებელ პერიოდს. მრავალ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და არ იყო ძლიერ განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში ჩატარებული ზოგიერთი არჩევნებისგან. ის რაც საქართველოში შეიცვალა არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია. უკრაინაში 2022 წელს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ის ჩართულიყო რუსეთთან ამ კონფრონტაციაში. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას. საქართველოს მთავრობა აშკარად მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ამ გზას დაადგა არა იმიტომ, რომ იყოს პრორუსული, არამედ რომ თავი შორს დაიჭიროს ყოველგვარი კონფრონტაციისგან, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა. ვფიქრობ არასწორია თუ ეს არის ქართული დელეგაციის სანქცირების ან დასჯის მიზეზი. 1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, მშვენიერი თბილისი. შოთა რუსთაველის გამზირი და ქართველები დგანან თავიანთი პარლამენტის შენობასთან. საქართველოს დროშებით, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან, მღერიან სიმღერებს. 9 აპრილს 4 საათზე მოსკოვში გაიცა ბრძანება, რომ იერიში მიეტანათ ამ ადამიანებზე და რუსი ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკით თავს დაესხნენ ამ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები. მათ თავს დაესხნენ სამხედრო ნიჩბებით. ახლა ისევ აპრილში 2025 წელს ქართველები ქუჩაში დგანან. რუსთაველზე თავიანთი პარლამენტის წინ. მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ. ამჯერად არა რუსი სამხედროების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ეს არის ის, რაც ახლა ხდება და ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. მინდა უთხრა ქართველ ხალხს, უფრო მალე ვიდრე ბევრს გონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე. ნანასთან, ეკასთან, გივისთან, გიორგისთან. ჩვენ შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს, ჭადს, დავლებთ საფერავს კახეთიდან, დავლებთ ქვევრს რაჭიდან. ეს დღე მოვა, ეს დარწმუნებით ვიცი. ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ ყველა ბრძოლას, ყველა მებრძოლს. ისე ვიმღერებთ თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, საქართველოს გაუმარჯოს. ქართული საზოგადოების გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა და ქართული ხელისუფლების მხარდაჭერა მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში მართლაც წარმოადგენს იმ რეზოლუციის საფუძველს, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ. ამის მიღწევის გასაღები ნამდვილი დიალოგი და თანამშრომლობაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ჩვენს მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად. ამ მხრივ სურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება და სინანული საქართველოზე წინა რეზოლუციის მიდგომისა და იმ დისკუსიების გამო, რომელიც სანქციების მუქარაზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის აუცილებელია კონსტრუქციული კრიტიკისადმი ღიაობა, იძულების მსგავსი მეთოდის გამოყენება შესაძლოა უკუპროდუქტიული იყოს, რადგან ამ მიდგომას არ მიუღწევია დასახული მიზნებისთვის. ჩვენ რისკს ვაწყდებით, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ მოვუწოდებ ყველა კოლეგას გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს. დღეს დღევანდელ დებატებს ადგილზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათი პოზიციები მოგვესმინა უშუალოდ სტრასბურგიდან. ადგილზე არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ისევე როგორც ახლები. რა თქმა უნდა, მართველი გუნდის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პოზიცია, რომ ის რაც მოხდა სტრასბურგში, მათი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება არ იზიარებს. ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს 25-85 რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ კომისარი წულუკიანი და
და ივანიშვილის სხვა usახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში. არის რეფერირება, რეფერენსი წინა რეზოლუციაზე, რომელიც საკმაოდ ვრცელი ტექსტი იყო, არის მოთხოვნა კვლავ მეორდება პოლიტპატიმრების ყველას გათავისუფლების მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მათ შორის არის კრიტიკა ყველა იმ რეპრესიული ბრჭყალებში რეგულაციის, რომელიც მიიღო ოცნებამ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ დღევანდლამდე. ეს ეხება შენზღუდავ ზომებს მიმართულს კრიტიკული მედიისადმი, აქციაში მონაწილეებისადმი, პოლიტიკური ოპოზიციისადმი, ისე როგორც სარასამთავრობო სექტორისადმი და არის ცალკე ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, თუ რეჟიმი გადაწყვეტს, რომ გამოაგზავნოს მას დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ მათი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. ცოტა უფრო დიპლომატიური წერია, მაგრამ შინაარსი არის. არ დაუმსახურებია საქართველოს ესეთი დამოუკიდებულება თუ არა გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რაც არაერთხელ გამოხატეს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყავს ხედელობაში ჩამოვიდნენ საქართველოში და ღიად დაუფარავად მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს პროცესების რადიკალიზაციისაკენ. კი ბალანსი იქნება დაცული, ჩვენ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ვიმსჯელოთ კიდევაც, მაგრამ ხედავთ უსამართლობის რაღაც მწვერვალს და იქნებოდა აბსოლუტურად გაუგებარი, უკვე ძალიან ზედმეტი იქნებოდა, რომ დელეგაციისათვის შეერჩერებინათ უფლებამოსილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ პირობებში, როცა ადამიანები გეპყრობიან, ასეთი კონკრეტული გააფთრებულად გიტევენ და კონკრეტული მიზნისაკენ მიდის მათი ქმედებები, რასაკვირველია, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ასეც ისინი აკეთებენ, იმეორებენ საბჭოთა მიდგომებს ქვეყნების სუვერენიტეტის ხალხების სუვერენიტეტის უპატივცემულობის. ჩვენ დღეს დელეგაციით წარმოდგენილი არ ვართ პასეში და რა თქმა უნდა, მანამ სანამ არ იქნება პატივს არცევენ ქართული ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რთული არის აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. ჩვენ ამისთვის არ ვიბრძოდით და იმიტომ არ გვინდება დამოუკიდებლობა, რომ დღეს ხა ესტონეთმა უკანახოს ქართულ ხალხს მინაერჩიოს და ხან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც აქ მაიდანს ითხოვდა, ან შვედი დეპუტატი, რომელიც მაიდანს ითხოვდა რუსთაველის გამზირზე. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება, მიღებული კანონების ნაწილის გაუქმება, ნაწილის გადახედვა, ეს იყო მოთხოვნა ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა ჯერ კიდევ იანვრის თვეში, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით აღედგინათ და მიეცათ ქართველი კანონმდებლებისთვის უფლებამოსილება, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. დღეს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ შეუჩერეს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ქართულმა ოცნებამ იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ისინი ტოვებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უსამართლო მიდგომების გამო. მადლობა, ანა ბროაძემ დეტალები გაგვაცნო პირდაპირ ეთერში.